გამარჯობა. დღეს 17 ივნისია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1209 დღე გავიდა. მე რატი ვარ მოჯირი ჟურნალისტი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქართველ მებრძოლ ვანო ნადირაძესთან ერთად ვაჯამებთ იმას, თუ რა ხდება უკრაინაში. გამარჯობა ვანო, როგორ ახარ? გამარჯობათ, კარგად როგორ ხართ? წხელს ძალიან ძიმე ღამე გქონდა, როგორც წინა გადაცემის დროს, ჩათვის დროს, ესაც საშინელი ღამე იყო კიევის, მე ესე ვიტყოდი. დეტალებში განვიხილავთ ამ ღამეს, თუმცა მანამდე ტრადიციულად უკრაინელ მაყურებელს მივესალმოთ. Вітаю, друзі з України. Дякую, що ви нас дивитеся. На жаль, у нас сьогодні не буде українські субтитри, але вже в тому неділі у нас це буде. Слава Україні! Вано, დავიწყოთ, თუმცა მანამდე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და უკვე პირველი შენატანი გააკეთა ჩვენს დონაციაში. ვისაც წინა ეპიზოდი არ გინახავთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავიწყეთ დონაცია ვანოს ლაბორატორიისთვის, სადაც ის სხვადასხვა ტიპის უპილოტო საშუალებებს ამზადებს და შემდეგ ფრონტზე აგზავნის და სწორედ აი ამ ლაბორატორიის გასაძლიერებლად ჩვენ თანხას ვაგროვებთ, რაც მეტი უკეთესი. პირველი შემონატანი უკვე არის, როგორც გითხარით და ანგარიშის ნომერი აღწერაში და პირველ კომენტარში იქნება და ასევე ლინკი სიუჟეტზე, რომ უკეთ გაერკვეთ რა ტიპის ლაბორატორიაზე არის საუბარი. მადლობა ვანოს ამ ლაბორატორიისთვის და მადლობა თქვენ, რომ ჩვენ არს უყურებთ, გვალაიქებთ, გამოწერილი გაქვთ, ვისაც ჯერ გამოგიწერიათ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ და დაალაიქოთ ვიდეო, ასე ალგორითმი უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანს ჩვენს სათქმელს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ეხლა გადავიდეთ გუშინდელ ღამეზე. როგორც შენახსენე, მართლა ძალიან ძიმე ღამე იყო, 75 დაშავებული და 15 დაღუპული ამ დროის მონაცემებით, თუმცა ნანგრევებში ძებნა გადარჩენის სამუშაოები ისევ გრძელდება. მე ასევე რამდენიმე მშრალ ციფრს მოვიყვან და შემდეგ უკვე განავრცობს. მოკლედ 440 შეჰიდი იქნა გაშვებული, აქედან 402 სხვადასხვა საშუალებით გაუნებელყოფილი, თუმცა ჩვენ ყველა ვნახეთ ვიდეო, როდესაც პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა ერთი. გარდა ამისა, კინჟალი, ორი კინჟალიდან ორივე ჩამოგდებულია. რაც შეეხება რაკეტებს, ფთოსანებს მათ შორის KH-101 16 იქნა გაშვებული და 15 ჩამოგდებული, თუმცა სამწუხაროდ ერთი კიევში ჩამოვარდა და როგორც შემდეგ უკვე აღმოჩნდა, ის იყო კასეტური ბომბის მატარებელი მათ შორის და ამით იმ მსხვერპლი და დაშავებულები კიდევ უფრო გაიზარდა და რაც ყველაზე სამწუხაროა 4 კალიბრიდან ვერც ერთის ჩამოგდება ვერ მოხდა და გარდა ამისა KH-59-69 იყო გაშვებული და 8 იქნა ჩამოგდებული. მოკლედ ასეთი არის მშრალ ციფრებში გუშინდელი ჯოჯოხეთური ღამე, უფრო ცლად ვანო შენ გითხარი, მით უმეტეს რომ როდესაც მათი გამოშვება მოხდა, შენ უკვე დაწერე შენს სოციალურ ქსელში ამის შესახებ და მე როგორ განვითარდა მოვლენები როგორ შაჰიდების გამოშვება დაიწყო 4 მიმართულებიდან, წუხელი ღამე, ძირითადად იყო ბრიანსკის და კურსკის ოლქიდან, ეს რომელიც კიევის მიმართულებით წამოვიდა. და სამხრეთით ოდესის და ნიკოლაევის მიმართულებით ეს ახტერკიდან წამოვიდა, კასუპარეს ხარიდან ახტერკიდან. სამწუხაროდ სადაც არის 6 საათზე როცა უშვება ხომ ხო მოსაღამოების პერიოდში. უკვე არის იმის საშუალება, რომ ძალიან ბევრი იქნება შაჰიდი. როცა სადაც 10 საათიდან ღამის 10 საათი დამუშავებენ, უკვე სადაც 100-150 წელი, მაგრამ გუშინ 6 საათზე როცა დაიწყეს გამოშვება, მე მაშინ ვთქვი, რომ სადაც 500-მდე იქნებოდა და პრინციპში არაფერი არ უყოდა 500-ს. და ამ დროისათვის უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც კომბინირებული დარტყმა იქნება. ეს იქნება ბალისტიკური რაკეტები, ეს იქნება კინჟალი იქნება და ეს იქნება კალიბრი შავი ზღვიდან. 2 გემი იყო შეყვანილი, სარაკეტო გემი, 16 რაკეტით და იმათაც იმუშავეს. სამწუხაროდ ადრესაც კიდე ეხლაც ვახსენებ, კიევი კი შეძლებს და გვარად მაქსიმალურად დაცულია პეტრიოტებით, მაგრამ სამწუხაროდ სხვა ქალაქებში და სხვა რეგიონებში გვაქვს პრობლემა. მაგრამ კიევში და აქვე მოდი ჩამოვთვლი იმ ქალაქებს კიევის გარდა, სადაც მოხდა თავდასხმა, ეს იყო ოდესა, ზაპოროჟიე, ჩერნიჰივი, ჟიტომირი და მიკოლაევი, მე მგონი არაფერი გამომჩა. თუმცა ძირითადი პავლოგრადში მოხდა, პავლოგრადში ჩამოვარდა ეს. სამწუხაროდ პავლოგრად. თუმცა ძირითადი მაინც კიევზე იყო და კიევზე გააგრძელა მოხდა, რასაც ყვებოდა. კიევზე იყო ძირითადად აქცენტი, კიევზე რასაც დაგვირება, რასაც მოვახსნეთ,
ერთი ძირითადი ნაწილი პირველი ეტაპი წავიდა, ეს არის ჟულიანის აეროპორტის მიმართულებით წავიდა და იმ ტერიტორიაზე დასახლებულ ადგილებში, ეს არის სალომესკი რაიონი, სწორედ ის საშინელი გრევა, სადაც მთლიანად ერთი ძოლი ჩამოიგრა შენობის და დღესაც ნანგრევებში არიან ადამიანები, ამ წუთის ეს არის სალომესკი რაიონის ზუსტად ის, სადაც აეროდრომი ჟულიანი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე. და რასაც დავაკვირდით ჩვენ შახიდები, მაგალითად ესეთი რაიონია კიევში საკარკი ქვია, იქ იყო არის ესეთი კადრი, რომ ის შემთხვევით არ მოხვედრია სახურავს, არაფერი, ის იყო მიზან მიმართულად შუა გულში დაეჯახა საცხოვრებელ შენობას, ეს იყო მიზან მიმართული სამიზნე იყო ფიქირებისთვის და ვერტიკალური დაშრობულები არიან, მაგრამ იმ სახში დაღუპულები არ არიან. რაც შეეხება კინჟალებს, პეტრიოტმა იმუშავა, ორივე კინჟალი უცბად გაანადგურა. მაგრამ სამწუხაროდ მოხდა X-155-ის გაპარება მოხდა სამწუხაროდ, აი რასაც ეს გრევა მოყვა. ნუ რასაც ქვია შახიდებს, ჩვენ მივიტანეთ კიდევ ერთი დარტყმა მივიტანეთ დარტყმა ელაბუსზე. ელაბუსზე სანამ გადავალთ, აქვე ერთი დამაზუსტებელი კითხვა მინდა, შეიძლება ცოტა რაღაცა უხერხულოდ დაჩღერდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯობს რომ კარგად აუხსნათ მაყურებელს. კალიბრი 4-დან 0, ესეთი არის შედეგი, რატო ვერ მოხდა კალიბრის გადაჭერა და ასევე, როდესაც რები, ასე ვთქვათ, თავგზას უბნევს შეხიდს. შესაძლებელია ეს რების მოქმედების ბრალი იყოს, რომ ეს შეხიდი ამ კორპუსს დაეჯახა? საერთოდ მე წინააღმდეგი ვარ, როცა შახიდები, საერთოდ უპილოტოები როცა მოქმედებენ, შორი მანძილის უპილოტოები მაქვს. იგივე ჩვენი უპილოტოები მაგალითად მოსკოვშიც იყო ესეთი შეცდომები დაშვებული. დასახლებულ პუნქტში რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის ჩართვა არ შეიძლება, ნუ ეგრეთ წოდებული რების. იმიტომ რომ მაგალითად ახლა მე ვიცი დარწმუნებული ვარ, რამდენიმე შახიდი, რომელიც მოახდინა დარტყმა საცხოვრებელ შენობებზე, მიმართული იყო სხვა მიმართულებაზე. იგივე ჟულიანის აეროდრომზე. მაგრამ იმის გამო, რომ რადიოელექტრონული კომპლექსი, ბრძოლის კომპლექსი იყო იმ არეალში, როცა მოხდა, იმ არეალში ორიენტაციას კარგავს, სანამ იმ არეალიდან არ დავა ეს შახიდი. და ამ დროს ხდება უკვე ბიზანს ხდება, რა თქმა უნდა, ის უკვე ასე ვთქვათ, ქართულად როგორ ვთქვათ, ბიზანს კარგავს, ორიენტაციას კარგავს და უკვე პირველივე სამიზნეს რაც ხდება, იმას ხდება უკვე სამწუხაროდ ეგეთი ფაქტია. ეს არის იმის შედეგი, რომ ძალიან დიდი რაოდენობით უშვებენ და სტრატეგიული სამიზნეები დასაცავენ. რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი უნდა იყოს ჩართული ქალაქამდე, დასახლებულ პუნქტამდე მისვლამდე. მაშინ შეიძლება იმუშაო რადიოელექტრონული კომპლექსი. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე სხვა საშუალებები უნდა ეხმარო და დაუშვებლად მიმაჩნია რადიოელექტრონული კომპლექსის ჩართვა დასახლებულ პუნქტებში შახიდების წინააღმდეგ. და ამ კალიბრს რა აქვს ეგეთი, რომ აი წინა სამშაბათს რო ვაჯამებდით, მაშინაც კალიბრის ჩამოგდება იყო პრობლემა და ანუ რა აქვს ასეთი განსაკუთრებული, რის გამოც ვერ ხერხდება. განსაკუთრებული სისწრაფე რო ვთქვათ, კალიბრს არ აქვს, იგივე სისწრაფე აქვს თითქმის რაც X-150-ს აქვს, 55-ს აქვს. უბრალოდ კიდევ ვიმეორებ, ზირთადად როცა გვიდან უშევენ ხოლმე, ზირთადად მიმართული არის ხმელნიცკის, ქალაქ ხმელნიცკისკენ და იქ არის ესეთი სტარაკოსანტინოვკა აეროდრომია, სამხედრო აეროდრომი, იქ მიმართულებით უშევენ ხოლმე. მაგრამ სამწუხაროდ კიდევ და კიდევ ამბობ აი ეს უკმარისობა საჰაერო სისტემების, თავდაცვის სისტემების, პლუს თქვენ მოგეხსენებათ რომ 20,000 რაკეტა, რომელიც გათვლილი იყო უკრაინისთვის, სამწუხაროდ ტრამპმა სხვა მიმართულება მისცა, სხვაგანზე დააგზავნა და რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეული დეფიციტი გვაქვს. გასაგები, ანუ აქ კალიბრში კი არ არის საქმე, ანუ კალიბრი კი არ არის ეგეთი მაგარი, უბრალოდ არ არის საკმარისი თავდაცვა. კალიბრს არ აქვს ის სისწრაფე, რომ მაგალითად პეტრიოტმა და ნასმასმა ვერ ჩამოაქვს. იგივე სისწრაფე აქვს თითქმის რაც X-155-ს. მაგრამ აი ეს უბრალოდ ეს შემთხვევა იყო, როცა არ გვაქვს იმდენი საშუალება, რომ სხვა ქალაქების მაქსიმალურად დავიცვათ. გასაგებია. მადლობა. კარგი, ეხლა გადავიდეთ ასაც შენ ამბობდი, კიდევ ერთი ასე ვთქვათ თავდასხმა მოხდა ელაბუსზე, სადაც შეხიდების წარმოებელი ქარხანა ჰქონდათ და ამასთან თავიანთი სტრატეგიული ავიაციის ნარჩენები რაც აქვს, გადაიტანეს სადღაც ამერიკის საზღვართან. ამაზე რომ ამერიკის საზღვართან. მე სხვადასხვა ამ თემაზეც დავწერე, რომ
ქვეყანას რომელსაც ყავდა საზღვაო ფლოტი, შავი ზღვიდან გადავიდა რუსეთის საზღვაო ფლოტი. ქვეყანას რომელსაც არ ყავდა სტრატეგიული ავიაცია, რუსეთის ევროპული ნაწილიდან განდევნა შორეულ აღმოსავლეთში. თითქმის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ჩუკოტკაზე და ესეთ ადგილებში განდევნა. ძირითადი ნაწილი ნამდვილად ცოტა შორის გამოაქვეყნეთ კიდევაც ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებული სურათები. ძირითადი სტრატეგიული ავიაციის ნაწილი ძალიან შორს ყავთ უკრაინის საზღვებიდან. მაგალითად, სადაც ოლენიაზე შემოინახეს 6 ცალი, ის 6 ცალი, რომელმაც მაგალითად გუშინ მოგვაყენა დათქმა, და დანარჩენი ძირითადი ნაწილი A160-ების და Tu-95 MS-ების გადაყვანილი არის შორეულ აღმოსავლეთში. შორეული აღმოსავლეთიდან სიტყვაზე სტრატეგიული ავიაცია რომ გამოიყვანო ამ თუსაც უკრაინის წინააღმდეგ დიდი მასშტაბით, ხო? ძალიან დიდი ლოჯისტიკა რუსეთისთვის ელემენტარულად 12 საათიანი ფრენა უწევთ აეროდრომ ენგელს ორამდე რომ რაკეტების დაედვით. ასე რომ უკრაინამ ამ საკითხში ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ზუსტად იმ ოპერაციით პაუტინათი, რომელსაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. და აი ამ ელაბუსზე კიდევ ერთ იერიშზე მოგვიყავდა. ზოგადად მოდი შეჰიდის მახასიათებლები რო გითხრა, ეგეც საინტერესო იქნება. შაჰიდის მახასიათებლები, შაჰიდის ძირითადი ასე თქვა საბრძოლო თავი ესე დავალვათ 50 კილოგრამამდე არის. სისწრაფე არ არის ზედი სხვათა შორის. კი აქვს ეხლა შაჰიდი 128 ახალი შაჰიდები აქვს, რომელსაც აქვს დიდი სისწრაფე, მაგალითად რეაქტიული შაჰიდი ესე დავალვათ 600 კილომეტრამდე საათში. ამ შაჰიდებს დიდი სისწრაფე არ აქვს, სადაც 160-200 კილომეტრი/საათით მოფრინავენ. მაგრამ ამათ ამ უპირატესობა იმაში უმეტეს შემთხვევაში ჩვენი რადარები ვერ ხედავენ. აი საწინააღმდეგო რადარები ვერ ხედავენ, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მოფრინავენ. მანევრირება ძალიან მანევრირებადია, წერას ვახსენებთ ელემენტარულად რადიოელექტრონული კომპლექსის ჯვრის კომპლექსის არეაში მოხდება, კარგავს ორიენტაციას, არის ბევრი შემთხვევა რომ ძისაც ვარდება, მაგრამ არის ძალიან ცუდი შემთხვევები, როცა ამ არეალიდან როცა გადის, ისე მოქმედებაში მოდის და ისე სახიფათო არის. უკვე ისეთი სახიფათოა, რომ უკვე ის თავის მიზნით კი არ მიდის, რაც პირველად დაუსახეს. სად მოხდება უკვე არავინ აღარ იცის უკვე მერე. რა მანძილის დაფარვა შეუძლია? შაჰიდებს შეუძლია დაფაროს 2000 კილომეტრამდე. ეს საკმაოდ დიდი მანძილია, მთლიანად ფარავს რამეს უკრაინას. სამწუხარო ამბავია. და სწორედ აი ამ შეჰიდების ასე ვთქვათ წარმოებელ ქარხანას დაარტყით კიდე რუსეთის ტერიტორიაზე, ხო? მეორე დარტყმა იყო, ეს არის თათარისტანში, თათარსკაიაზე ASS-ს. კი, ქალაქ ელაბუზზე. სამწუხაროდ მარტო ელაბუზში არ არის შაჰიდების ქარხანა, კიდე არის ერთი ქარხანა და მარაგიც უკვე საკმაოდ დააგროვეს. მაგრამ რატომ გავგონი ეს მეორე დარტყმა ელაბუზზე რუსეთს კაი ხანი ვერ ეკრება იმის საშუალება 400 და 500 შაჰიდით გვიტყას, ალბათ ჩამოლონ ისევ 100-150-ზე როგორც ადრე იყო, მანამდე ისე დაგვიწყებენ დარტყმას. რომელიც მოგიერება უკვე ადვილი არის, უფრო ადვილი არის. ძირითადად მუშაობენ შაჰიდებზე, ჩემორატი მუშაობენ მობილური ჯგუფები. მობილური ჯგუფები, ასე ვთქვათ, ბრაუნინგის სისტემის ტყვიარქვევებით, ეგრეთ წოდებული დშკ-ს ტყვიარქვევით, სამწუხაროდ კიდევ ვიმეორებს ტრამპს უნდა გადაუხადოთ მადლობა ის 20000 რაკეტა სხვა მიმართულებით რომ წაიღო. თუმცა ეხლა მაინც ამ რაკეტებს შეჰიდებს ვერ ვესროდით ეხლა ამასიც შევთანხმდეთ. არა, შეთანხმებით ამ 20000 რაკეტაში ზუსტად ის რაკეტებიც იყო გათვლილი, ხო? არაძვირად ღირებული, რომელიც მართლა შეჰიდებზე იმუშავებდა. აქვე კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, სიახლე მოსკოვიდან ზახაროვა არის შეშფოთებული, რომ საელჩოების ნორმალიზების ამბავი ტრამპმა გააჩერაო. ანუ რაღაცა ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დალაგება უნდათ როგორც ჩანს და მადლობა ამ შემთხვევაში ტრამპს რომ ამ მიმართულებით მაინც რაღაცა არ დაძრა, თუმცა ჩვენ ნახეთ რომ გუშინ G7-ზე რო გააკეთა განცხადება რუსეთი რატო გავაგდეთ, რომ როგორ გათამამდა რუსეთი და კიდევ ერთი კომბინირებული დარტყმა მოიტანა, რაც ძალიან სამწუხაროა. და ეხლა გადავიდეთ პრინციპში აი ბოლოს შეხვედრას
სტამბოლში შეხვედრებს თუ კი რამე შედეგი ჰქონდა, ეს არის ტყვეთა გაცვლის პროგრამა, რომელიც პრინციპში ამოქმედა და პერიოდულად ჩვენ ვიგებთ, რომ რაც ახალი ნაკადი ხდება ტყვეების გაცვლის და ამ კვირაშიც იყო, რა შეგიძლია ამაზე გითხრა? ერთი წუთით დაუბრუნდებით წინა თემას, ჩემო რატე სხვათა შორის გუში ტრამპმა განაცხადა, რომ ჯირიდან მაგალითად პრეტენზიები გამოხატა, რომ რატომ რუსეთი რატომ რამდენჯერაც ტრამპმა რუსეთის მიმართ რაღაცა კარგი 1-2 სიტყვა თქვა. იმ დღეს უკვე ჩვენ ვიცით, რომ სერიოზულ დარტყმას მოგვაყენებენ რაკეტები და ყოველთვის ეგრე მეორდება ტრამპის მოსვლის მერე ფაქტიურად რამდენჯერაც ტრამპმა რაღაცა კარგი თქვა რუსეთზე, იმ ღამეს ჩვენ მივიღეთ სარაკეტო დარტყმა სამწუხაროდ. რასაც ქვია სტამბოლის შეხვედრებს. სტამბოლის შეხვედრებს სხვა არაფერი აბსოლუტურად შედეგი არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ მოხდა ტყვეების გასვლა და მიცვალებულების გასვლა, სხვათა შორის გვამების გასვლა მოხდა, ძალიან დიდი მასშტაბით მოხდა. მაგრამ გუში პრეზიდენტ ზელენსკიმას აღნიშნა სხვათა შორის რაღაც ეტაპზე, გასვლის ეტაპზე რუსებმა უკრაინელი ბავშვების სანაცვლოდ მოითხოვეს თავიანთი სამხედროების გასვლა. არ გაგვიქულეს ეს რუსეთია, ცინიზმის სავსე ქვეყანა, შოვინიზმის სავსე ქვეყანა. სამწუხაროდ ესეც ფაქტი იყო, გუში წინ იყო, სხვათა შორის ზელენსკიმ განაცხადა პრეზიდენტ ზელენსკიმ, რომ ბავშვებში მოითხოვეს უკრაინულ ბავშვებში სამხედროების გასვლა. ინტენსიურად მიდიოს უკვე ბოლო თვენახევარია ფაქტობრივად პირველი შეხვედრიდან დავიწყო სტამბოლის პირველი შეხვედრიდან ალბათ მერვე გასვლა მოხდა უკვე ფაქტიურად ტყვეების. იმედია გაგრძელდება ამ მიმართულებით მაინც. ომის შეწყვეტაზე საერთოდ გამორიცხულია საუბარი, მაგრამ ამ მიმართულებით იმედია რომ გაგრძელდება. კი, ომის შეწყვეტაზე უკვე თვითონ ტრამპიც აღარ ლაპარაკობს, ფაქტად რჩება, ომი გრძელდება სამწუხაროდ, თუმცა კარგია რომ ტყვეების გასვლა მაინც ხდება და აქვე ხა ამ კვირაში მთელი ყურადღება ირანზე იყო გადატანილი და ისრაელის მოქმედებამ ჩვენ ძალიან კარგად აგვანახა რა შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებს და როგორ რაღაცა 2 დღეში პრაქტიკულად გაანადგურა მთელი ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობები ირანის და ეს რუსეთში დარწმუნებული რომ გახდება იმაზე ფიქრის საფუძველი, რომ ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში ნატოს მაღალ ტექნოლოგიურ წინააღმდეგობას რამდენად დაძლევენ რუსები და ეს ძალიან კარგი მაგალითია თავის დროზე რომ არ ჩაეთრიათ ფეხი და რაღაცა რო არ ეყოყმანათ და დროულად მიეწოდებინათ უკრაინისთვის ყველა ის საჭირო შეიარაღება დღეს შესაძლოა ბრძოლის ბედი სულ სხვანაირად ყოფილიყო და ამ პირობებშიც კი როცა ეს რაღაცა დოზირებულად ეტაპობრივად აძლევენ უკრაინას შეიარაღებულ ძალებს იმ შეიარაღებასაც საჭიროა ჩვენ ხედავთ რომ უკრაინა ძალიან დიდ წინააღმდეგობას წევს და განსაკუთრებით და ძალიან მიხარია ის ამბავი რაც სუმში ხდება მიუხედავად იმისა რომ დიდი საზაფხულო შეტევის რუსეთის დაანონსებული თითქოს რაღაცა შედეგები მოყვა იქ 8 სოფელის სუმში შემოიჟონა 8 სოფელში ამბავი ეხლა როგორც ხდება ცნობილი ეს მთლიანად შეჩერებულია და პირიქით უკვაგდეს კიდევაც რუსების გარკვეული დანაყოფები ამაზე მოგვიყევი მეტი ფრონტზე რა ხდება ამ მიმართულებით წინა გადაცემაში მე ვახსენე პოტკინოს ამბავი ვახსენე სადაც ჩვენები შეეჩენ რუსეთს უკვე საშიშროება რუსეთის ჯარებს საშიშროება შეექმნა რომ ის ჯარები რომელიც 7 კილომეტრი შემორჩენ მეტით არა 7 კილომეტრია შემორჩენილები უკრაინის ტერიტორიაზე რომ ჩვენ ჯარებს უკვე ზურგში დაერწყათ იყო მაგის საშიშროება რუსეთისთვის რა თქმა უნდა უკვე იქით გადაიცვალეს რაღაც გარკვეული ძალები პოტკინო გაეთავისუფლება მაგრამ პოტკინოს ვერ ათავისუფლებენ და ისევ ალყაშია ოპერატიულ ალყაში ამან მოხდა ორი სოფლის განთავისუფლების საშუალება და ყველაზე მთავარი რაც იყო იანუკოვკა ეს არის სოფელი ესეთი სოფელი იმის აღების საშუალება არ მივეცით იმიტომ რომ იანუკოვკა რომ აიღონ გარდა იმისა რომ მათ ეძლევათ საშუალება უკვე ქალაქს უშრომ დიაკენოს საარტილერიო დარტყმა აგრეთვე უკვე შეუძლიათ იმოქმედონ დრონებით როგორც არის ეს კამიკაძე დრონები FPV დრონები და მასიური შეტევა მიიტანოს ქალაქს ომზე ასე რომ შეჩერებულია რესურსი საკმაოდ დიდი რეზერვი გადაისურვა უკრაინულმა ჯარებმა და მე მაშინ არ ვთქვი რომ არ დარჩებიან რუსები უკრაინის ტერიტორიაზე ამ მიმართულებით სუმის მიმართულებით და ესეც მედი სიტუაცია ალბათ შემდეგი გადაცემა როცა გვექნება იქით სამშაბათს უკვე რუსებს ვეღარ ნახავთ სუმის ტერიტორიაზე ძალიანაც კარგი თუ ამდენი ხანი გიყურებთ და არ გამოგვიწერიათ ჯერ არხი გამოგვიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო გააშიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში ასე უფრო ბევრ ადამიანს მივწვდებით და მოვუყვებით იმას თუ რა ხდება უკრაინაში ნელ-ნელა შეგვიძლია ბოლოსკენ გავიდეთ მაგრამ დარწმუნებული ვარ გუშინდელ ღამის კომბინირებულ სარაკეტო თავდასხმას
უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს, ხომ არ გაქვს რამე სათქმელი ამ მიმართულებით, ხომ არ შეგიძლია რამე წინასწარ გაგვანდო, რაც საბრძოლო, ასე ვთქვათ, საიდუმლოს არ გასცემს. ეს თვითონ მხოლოდ უახლოეს დღეებში პასუხი იქნება ძალიან საგრძნობი. ძირითადად ქალაქ მოსკოვისთვის ამაში მეცნიერად უკრაინული მხარე წუხანდელ ღამესზე გასცემს საკმაოდ საკადრის და ძალიან სერიოზულ პასუხს. როგორც ჩვენ გაგვიხადა მაგალითად პაუტინა 1, პაუტინა 2, აი პაუტინა 3-ზე უფრო ძლიერ დარტყმას მივაკეთებთ რუსეთს, განსაკუთრებით ქალაქ მოსკოვს. კიდევ შემთხვევას პატარა სიტყვას ვიტყვი ჩემო რად ინტელექტუალური ტექნოლოგიები. ხო, აი ისრაელი პატარა ქვეყანა როგორ. ძალიან მინდა ჩემ სამშობლოში მაგალითად მოვიდეს ეს პატრიოტული ქვეყანა. ჩვენ მაგალითად ჩვენ საქართველოს თავდაცვიანობისთვის ახალი ტექნოლოგიებით ეს უპილოტო საშუალებები უნიკალური საშუალებაა. ჩვენი თაგორიანი რელიეფით. და საერთოდ მაგალითად რაღაცა სალკე რეტრანსლატორის აწევა ჰაერში და ასე შემდეგ. აი ჩემი ოცნება იქნება ალბათ რომ დღეს უკრაინაში რატომ არის ეს მაგალითად რატომაც ტექნოლოგიურად დონებით წინ რუსეთზე. იმიტომ რომ ახალგაზრდები ძირითადად ძალიან უმეტესობა ახალგაზრდები ტექნიკურ პროფესიებს ირჩევს უკრაინაში. საქართველოში არ არის ეს. აი ჩემი იქნება რასაც ქვია ოცნება რომ სკოლაში, ხო სკოლებში უკვე დამამთავრებელ კლასებში ელემენტარულად კლასი ჩამოყალიბდეს როგორც ადრე იყო სამხედროს გაკვეთილი, ხო? აი დრონის აწყობა, ფრენის სწავლა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მჭირდება. დღეს უკრაინა აივით უმკალოდება ზუსტად აი ესე დირექტორებს. და საქართველოში ამის საშუალება გვაქვს ჩვენ რომ მაღალ ტექნოლოგიური უპილოტო საშუალებებით მაქსიმალურად დავიცვათ დღესგან თავი. იმედი მაქვს ეს შენი ოცნება ახდება. აქვე შეგახსენეთ რომ ჩვენ დონაცია გვაქვს დაწყებული სწორედ აი ამ ტიპის უპილოტოების თუნდაც კუსტარულად დამზადებისთვის და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ რომ აღწერაშიც და პირველ კომენტარშიც არის ანგარიშის ნომერი, სადაც შეგიძლიათ დონაცია გააკეთოთ და ასევე ლინკი სიუჟეტზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულად და დეტალურად ნახოთ სხვა ყველაფერთან ერთად, რასაც ვან ვაკეთებს, დამატებით აი ამ რაღაცა კუსტარულ პირობებში, როგორი ტიპის უპილოტოებს აწყობს და მე აგზავნის ფრონტზე. მადლობა ვანო, დღეისთვის შეგვიძლია დავასრულოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, ჩართეთ ზარისხილაკი, გაუზიარეთ სხვებს ჩვენი ვიდეო, რომ უთხრათ მათ თუ რა ხდება უკრაინაში. ნახვამდის.